ხო, პირველ რიგში როგორც თქვით 400 დღე ხდება რაც ქართული ხალხი ყოველდღიურად გამოდის რუსთაველზე. ეს არ არის უბრალოდ დგომა რა, რეალურად ეს ყველაფერი ხდება იმ ფონზე, როდესაც ძალიან ისეთი რეპრესიული კანონები მიიღეს, როდესაც ქუჩის გადაკვეთის გამო უკვე სისხლითაც კი აჯანიმებენ, განმეორებით შემთხვევაში, როდესაც რავი ხვდებიან ადამიანებს ქუჩაში პოლიციელები და მიყავთ იქიდან. ანუ ეს 400 დღე იყო, როგორ გითხრათ, ძალიან რთული თითოეული ჩვენგანისთვის რა. იქიდან გამომდინარე, რომ ყველანაირი ფორმით ეცადნენ რომ ჩვენ ან სახლში ჩავეკეტეთ, ან დავეპატიმრებინეთ და ასე შემდეგ. ბევრი ჩვენი მეგობარი დააპატიმრეს კიდეც და ჩასვეს ციხეში, მაგალითად გელა ხასაია, რომელიც წარმოუდგენელია და დღემდე მისი პროცესი იყო ჩანიშნული და გადაიდო. იქ ვიყავით და უბრალოდ ამ პროცესებს რო უყურებთ, რის გამო აკავებენ ადამიანებს, რამდენად გაამკაცრეს ადმინისტრაციული პატრონობა 60 დღემდე გაზარდეს, პირბადეების გამო იჭერდნენ და აკავებდნენ ადამიანებს და ახლა ტროტუარზე დგომის გამო. ეს ხო იმდენად აბსურდულია და თან რამდენად რთულია ადამიანისთვის, რომელიც ყოველდღე გამოდის. ეს არ არის უბრალოდ გამოსვლა რუსთაველზე, ეს არის ყოველდღე რაღაცა ჯახი ამ რეპრესიულ მექანიზმთან, პოლიციურ რეჟიმთან და ივანიშვილის რეჟიმთან რა. მაგრამ ამის მიუხედავად ჩვენ დავინახეთ, რომ ადამიანები სახლში კი არ რჩებიან, არამედ გამოდიან ეს ადამიანები ყოველდღიურად, მაგრამ ეს ჩემი აზრით არ არის საკმარისი და მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მივიტანოთ სხვა ადამიანებამდეც ეს პრობლემა, რაც დღეს არის საქართველოში, ვაჩვენოთ და ვაგრძნობინოთ ის, რასაც ჩვენ დღეს ვგრძნობთ და უთხრათ, რომ ეს ქვეყანა არ არის თითო ადამიანების გადასაწყვეტი, ამიტომ მთლიანად, როდესაც დიდი მასშტაბის პროტესტები იქნება, რაც უფრო მეტი ადამიანი ჩაერთვება ამ პროცესებში და მიხვდებიან მათ მნიშვნელობას, თითოეული ერთი ადამიანის მნიშვნელობასაც კი რამდენად მნიშვნელოვანია დღეს აი რა შეცვალა ამ 400 დღემ? ამ 400 დღემ გვაჩვენა ბევრი რაღაც. გვაჩვენა ის, რომ ჩვენ გვიყურებს საერთაშორისო თანამეგობრობა და მათ ისინი უკვე ხვდებიან, რომ ქართული ოცნების პოლიტიკა არა დემოკრატიული, არამედ ავტოკრატიულია და ხედავენ, რომ ერთი ადამიანის ვერტიკალზე დგას მთელი ეს პროცესი, ხო? აჩვენა ის, რომ ქართული ხალხი უბრალოდ ესე არ ნებდება. აჩვენა ის, რომ როგორც დაიწყო ეს 28-ში, რომ ჩვენი ევროინტეგრაცია ძალიან მნიშვნელოვანია და ეს არ არის იმისთვის, რომ ჩვენ რაღაც ევროპისთვის კი არ ვაკეთებთ ამას, არამედ საქართველოსთვის, ქართული იდენტობისთვის არის აუცილებელი, რომ ჩვენ დღეს ევროპული თანამეგობრობის გვერდით ვიყოთ და ამაზე ხალხი რეაგირებს, ეს აჩვენა, ხო? და აჩვენა ასევე ის, რომ ბრძოლა არ გაჩერდება, სანამ არ გავიმარჯვებთ. მე უბრალოდ ამ წლის შეჯამების მხრივ ერთ რაღაცას ვიტყვი, რომ ეს უწყვეტობა, რაც ჩვენ ვანახეთ, არის უკვე მაგალითი და ეს არა მხოლოდ თბილისში არ იყო, საქართველოს ძალიან ბევრ ქალაქში ხდებოდა, ზუგდიდიდან დაწყებული, რავით, თელავი დამთავრებული, ხო, ადამიანები ყოველდღე გამოდიან მანდაც, ხო? და ვაჩვენეთ ეს. ახლა უნდა ვაჩვენოთ, რომ ჩვენ შეგვიძლია, რომ უფრო მეტად გავფართოვდეთ, გავიდეთ სხვა აუდიტორიაზე, ველაპარაკოთ ადამიანებს, სტუდენტებს, ჩავიდეთ სოფლებში, აუხსნათ რეალური პრობლემები, რაც არის და პროპაგანდა, ქართული ოცნების პროპაგანდა, რაზეც აჭერს, ეს როგორმე დავანგრიოთ და ჩვენ ვიცით, რომ ამაში ძალიან ბევრ ფულს ხარჯავენ ისევ და ის ჩვენი ბიუჯეტიდან. ვაჩვენოთ ის, რომ ამ ერთ წლის განმავლობაში ვნახეთ ის, რომ ქართული ოცნებაში არიან ადამიანები პრემიერ-მინისტრებიდან დაწყებული, თავარი პროკურორებით დამთავრებული, რომლებიც აი ბაღის ფულიდან დაწყებული ყველაფერს იპარავენ და მილიონერები გახდნენ ჩვენი რაღაც როგორ ვთქვათ გაღარიბებული საზოგადოების ხარჯზე და ვხედავთ აგერ თავარ პროკურორს, რომელიც თურმე ადამიანის კვლელობაში და ამის ორგანიზებაში ღებულობდა მონაწილეობას. ეს არ არის მხოლოდ ერთეული ადამიანების ამბავი და პრემიერ-მინისტრების მნიშვნელოვანი ნაწილი ამ დროს მანიშნებელია, რომ თავისუფალ სასამართლოზე დღეს საუბრობს ჯუანშერ ბურჭულაძეც და ოთარ ფარცხალაძეც, ორივე თავისუფალ სასამართლოს თავისუფლებას კითხვის ნიშნის ერთ იმას დავამატებ, ბოდიში, რომ ყველას უნდა გავაგებინოთ, რომ ეს არ არიან კონკრეტული პირები და აქედან არ ხდება მხოლოდ კორუფცია. კორუფციის სათავე არის ივანიშვილი, რომელიც ყველაფერს იპარავს და შეუძლებელია ვიღაც ღარიბაშვილი, ფარცხალაძე ესენი იპარავდნენ ფულს კონკრეტულად და ბიძინამ ამის შესახებ არაფერი არ არის. გიორგი, თქვენც რო გკითხოთ, რა თომ არის მნიშვნელოვანი 31-ში ღამით ადამიანების კიდევ ერთხელ ქუჩაში დგომა. გასულ წელს წარმოუდგენელი რაოდენობის ადამიანი გამოვიდა ქუჩაში 31 დეკემბერს, სულ მოლოდინები დაამსხვრია კიდევ ერთხელ საზოგადოებამ, რომ აი ახალ წელს დაიშლებიან, რაღაცა ზაფხულში დაიშლებიან. ანუ ყველა ჯერზე განსაკუთრებული გამძლეობა აჩვენა. რატომ არის დღეს ასეთი მნიშვნელოვანი კიდევ ერთხელ ერთობის დანახება ქართული ოცნებისთვის? მოგესალმებით.
ზოგადად მე მგონია რომ ჩვენ იმ სიტუაციაში ვართ, სადაც გაჩერება უდრის სიკვდილს. და ქართულმა საზოგადოებამ, სამოქალაქო საზოგადოებამ ამ წლის და წინა წლის განმავლობაში და უკვე ბევრი წელია აჩვენა, რომ თითოეული გოჯი თავისუფლებისთვის ისინი მზად არიან, რომ იბრძოლონ და ამ ხრივ მე მგონია, რომ ჩვენ უბრალოდ კიდევ ერთხელ დავამტკიცოთ, რომ არ გავჩერდებით და შემდეგი წელი ისევ იქნება ბრძოლის წელი, თუმცა მე ვფიქრობ, რომ ახლა ეს გასული 2025 წელი, ეს წელი იყო ძალიან მძიმე. პოლიტიკურად შეიძლება ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ბოლო, არ ვიცი, 10-15 წელში, 2008 წლის შემდეგ, იმიტომ რომ საქართველოს როგორც სახელმწიფო, ჩემი აზრით, კლავს მას ქართული ოცნება და მათ შორის ჩვენ უნდა ჩვენ იმდენად დისბალანსში ვართ რესურსების მხრივ ამ ბრძოლაში, რომ ჩვენ არ გვაქვს ფუფუნება ვიყოთ ინერტულები. მე მგონია ჩვენ თავსაც უნდა დავუსვათ კითხვები, უნდა გავხსნათ დისკუსია გასული წლის განმავლობაში, რა შეგვეძლო გავაკეთებინა უკეთ, იმიტომ რომ მე ერთი რასაც ვერაზროს ეჭქვეშ ვერ დავაყენებ, ეს არის ადამიანების თავგანწირვა, ადამიანების გულწრფელობა. ადამიანების თავგანწირვა, რომელსაც თურმე ქართული ოცნების ხელისუფლება ყოველ შემთხვევაში სავარაუდოდ ქიმიური ნივთიერებით ებრძოდა და ჩვენ გუშინ ქართული ოცნების დეპუტატები გვეუბნებოდნენ, რომ ცეცხლის გახსნის უფლებაც გვაქვს და ფაქტობრივად მადლობა მოგვახტევინეს, რომ ეს ცეცხლი არ გაგვიხსნეს. აი ეს ყველაფერი კორუფციაზე, რომელსაც ლაშა საუბრობდა და რომელიც ყველა თეთრი მოსახლეობის ჯიბიდან ამოღებული ფულია, რომელიც მაღალი თანამდებობის პირების ჯიბეში მიდის და სკანდალი ქიმიური იარაღის. როგორ უნდა მოსთხოვოს პასუხისგება საზოგადოებამ ამ ყველაფერზე ქართულ ოცნებას? უნდა გაუშვას. სხვანაირად ჩვენ არც ვლაპარაკობთ აღშფოთებულები, რომ ადამიანის უფლებები ირღვევა, როგორ შეიძლება რაღაც სახელმწიფო ხელისუფლების წევრი ლაპარაკობს, რომ ცეცხლის გახსნა შეიძლება და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი ადეკვატურია, როცა სახელმწიფოზე ვლაპარაკობთ. როცა სახელმწიფო კვდება და ეს ხდება უბრალოდ კერძო ტერიტორია, რომელსაც ფლობს ვიღაც რუსეთიდან ჩამოსული ბიზნესმენი, ამ შემთხვევაში ეს რაღაცნაირად უცნაური პრეტენზიების კი არის, ხო? იმიტომ რომ მე მგონი რომ ისინი გვაჩვენებენ თავის სახეს და მე მაგიტომ ლაპარაკობ რომ ჩვენ ის ქართული ოცნება რაც არის გასაგებია, მე მაგიტომ მგონი რომ ჩვენ თავზე უნდა კონცერტირდეთ, რომ ჩვენ მათ ჭკუაში თუ არ ვაჯობებთ, სხვა გამოსავალი არ არის და მე ამიტომ ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ 2026 წელი იქნება 25-დან განსხვავებული, მაგრამ ამისთვის გონია რომ რაღაცნაირად დისკუსიის გახსნა საჭირო, ახალი ხალხის გამოჩენა საჭირო, რომელიც გამოჩნდა ეს ახალი ხალხი, მაგრამ მე მგონია რომ კიდევ მეტი ინიციატივა უნდა იყოს საკუთარ თავზე, რაღაცნაირად ეს თაობების ცვლა, რომელიც თითქოს დაწყებული, მაგრამ სადაც გაიჭედა, ჩვენ თუ არ რაც სერიოზული რეფლექსია თუ არ გვექნება და ჩვენ თუ არ მოვახერხეთ ეს დიდი ხანი ვლაპარაკობთ ამ გაერთიანებაზე და რაღაც რესურსების კონცენტრაციაზე და ასე შემდეგ, მათ შორის კონკრეტული რაღაცები არის დასაცავი გადასარჩენია. მაგალითად 2026 წელს ძალიან კონკრეტული ამოცანა გვაქვს ერთ-ერთი, რომ უნივერსიტეტები არ უნდა წავაღებინოთ. ეს გაუნათლებლობის რეფორმას საკეთება, იმიტომ უნივერსიტეტები არის ეს არის თავისუფლების კუნძულები, ხო? რეალობაში განათლების სისტემას და სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის. აი ამ დიქტატურისკენ სწრაფსვლაში, სადაც ქართულ ოცნებას მივყავართ, ჩვენ გვაქვს თავისუფლების კუნძულები, მაგალითად, რაც ილიას უნივერსიტეტი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რაღაც ნაწილები, თავისუფალი უნივერსიტეტი და ასე შემდეგ, ისინი არის გადასარჩენია, ფიზიკურად გადასარჩენია არის რა. ჩვენ თუ ადამიანები, მათ შორის რაც თავარი რაცა, ამ პროფესორები, სტუდენტები თუ ხმას ამოიღებენ, ჩვენ შეიძლება რომ არ გავატანოთ ისინი ქართულ ოცნებას და ეს უბრალოდ ერთი მაგალითია. ყველა სფეროს ასე უნდა მივუდგეთ და რაც თავარი ხა წელი თავდება და რაღაცა შეჯამებისკენ როცა მივდივართ, ჩვენ თავს უნდა ვკითხოთ პირველ რიგში კონკრეტულად მე რა გავაკეთე, ხო, იმიტომ რომ ყოველთვის მარტივია რაღაც კოლექტიურად ლაპარაკი, ხო, რომ აი ესე უნდა გვექნა, ესე უნდა გვექნა, შენ პირველ რიგში შენ თავს უნდა შეხედო და მე უკვე უნდა გადავიდეთ უფრო რაღაც ჯგუფურ ნაწილებზე და მანდაც რა თქმა უნდა უნდა ვიმუშაოთ. კი ბატონო ლაშა, ვახსენეთ ქიმიური მოწამვლის სავარაუდო ქიმიური ნივთიერების სავარაუდო გამოყენების ფაქტი და ჩვენ გვახსოვს, რომ თითქმის ერთი თვე გავიდა BBC-ს გამოძიებიდან, ხო? და ქართული ოცნება იმუქრებოდა, როგორ უჩივლებდა BBC-ს, როგორ შეიტანდა მარეგულირებელში საჩივარს და ასე შემდეგ და ეს ყველაფერი რაღაცნაირად უკან გადაწიეს და ახლა გვეუბნებიან, რომ მადლობა გვაქვს სათქმელი, ცეცხლი რომ არ გაუხსნეს. რამდენად რეალურია თქვენი აზრით და რამდენად აუცილებელია საერთაშორისო გამოძიების დაწყება მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, იმიტომ რომ არის თუ არა ის ფაქტი, რომელიცაც უნდა აგოს, თუ კი დადასტურდება მომხდარი ქართულმა ოცნებამ პასუხი თუნდაც სამართლებრივ ჭრილში. კი ბატონო,
ამის დადასტურების შემთხვევაში ეს არ არის მხოლოდ რაღაც ლოკალური ამბავი არ იქნება და საქართველოს არ ეხება ეს მხოლოდ ეს არის რაღაც საკაცობრიო დანაშაული, რაც ქართულმა ოცნებამ გააკეთა, ხო, რეალურად. ის რომ აი ჩვენ უჩივლებთ BBC-ს, ის რომ თითქოს რაღაც 5 დღიანი გამოძიება ჩაატარეს და თვითონ ყველაფერი გამოაშკარავდა, ის რომ ახლა ჩუმად არიან, მიანიშნებს იმაზე, რომ ამ თემის ისევ წამოწევა არ უნდათ რა, იმიტომ რომ იციან რომ ძალიან დასრულები არიან ამ საკითხში და იციან რომ რაღაც ძალიან ცუდი გააკეთეს ეს ყველაზე კარგად მათ იციან, ხო, რეალურად, ხო? სანქციები არის სახელმწიფოებზე. კი, რა თქმა უნდა, ხო და რეალურად ეხა ჩვენ ხედავთ იმას, რომ ეს თემა თითქოს დაივიწყეს და როგორ ამბობდნენ პროპაგანდა, რომ აი დასრულებულია, გამოძიება დასრულებულია და მორჩა, ხო? რეალურად არაფერი არ დამთავრებულა, დარწმუნებული ვარ, რომ კიდე ბევრი რაღაც გამოაშკარავდება და ქართული ოცნება აუცილებლად აგებს პასუხს ქართველი ხალხის. რა ვერ უჩივლეს ამ ხნის განმავლობაში? ხო, რეალურად აუცილებლად აგებენ პასუხს და მე ძალიან ბევრი ადამიანი ვიცი, პირადად, ვინც გამსაუბრებია, რომ ექიმებთან ყოფილან და ვერ გაურკვევიათ, რა ჭირდათ, რა თითქოს ორგანიზმში ყველაფერი კარგადაა, მაგრამ სისხლდენა, ეს თავის ტკივილი, რაღაც ყოველდღიური და რაღაც ყოველთვის აწუხებს და ზუსტად აი პერიოდის შემდეგ აქვთ ეს გამოხატულებები აი ამ სისხლდენების და ასე შემდეგ, ხო? შეუძლებელია ამან ისე ჩაიაროს რა დარწმუნებული ვარ, მალე გამოჩნდება რა საშინელება გაუკეთა ქართულ ოცნებამ, ქართულ ხალხს და მინდა ასევე აღვნიშნო რა, აი წულკიარი ლაპარაკობს რა, რომ ესენი ადამიანები არ არიანო. აი დარწმუნებული ვარ, გადაწყვეტილება ქართული ხალხის მოწამვლის მიიღებს ზუსტად ეგრე როგორც წულკიანი ფიქრობს, რომ აი ესეთი ადამიანები არ არიან და მოდი ეს დამოკიდებულება ქართულ ოცნებას ახლა ხალხის მიმართ, ვინც მის მხარეს არ არის, მტრები და მომხრეებად დაიყო დღეს ქვეყანა. ზუსტად მტერიც არა, თითქოს აი ადამიანი რა შეგვიძლია, რა ვიცი, აი გაზის კამერაში მოვამწყდოთ და რა გავგვიდოთ რა, დაახლოებით ეგეთი ისაა. ადამიანი არა, რაც გინდა შეგვიძლია გაუკეთო რა და ამას თესავენ, აი ამ ბოროტებას თესავენ იმათში, ვისაც პროპაგანდისგან ტვინი აქვს გამორეცხილი რა. აი ამის ჩვენება უნდა და ესე არ დარჩება რეალურად და შეიძლება რაღაც დღეს არ ქონდეს საკადრისი რაღაც ისეთი რეაქცია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ბევრი რაღაც ნაბიჯ-ნაბიჯი გამოაშკარავდება, რომ უბრალოდ შეუძლებელი იქნება აი ამ პროცესის მოწესრიგება. როდესაც თქვი რა იქნება თქო ის თავარი, რაც გამარჯვებად აქცევს 2026 წელს თქო, ხალხისთვის გამარჯვებად, თქვენ თქვით რომ შეიძლება საკმარისი არ იყო. რა დააკლდა პროტესტს, არის პრობლემა პროტესტშიც თუ უბრალოდ იმდენად მძიმეა რეჟიმის მანქანა, რომ გამკლავება პერიოდულობით რთული ამ ყველაფერთან? ორივე არის, ანუ ჩვენ იმდენად რთულ ბრძოლაში ვარ და ჩვენ შეიძლება არ გვაქვს აი ასეთი დონის დიქტატურასთან ბრძოლის გამოცდილება ბოლო წლებში, რომ გასაგებია რომ ბევრ ამის გზადაგზავს სწავლობთ, ანუ მე აქ ორი მომენტია არ მგონია სამართლიანი რაღაც პრეტენზია ვუთხრა ადამიანს, რომელიც ისედაც ყოველდღე ქუჩაში არის და ბრძოლაში არის, რომ იცი შენ რაღაცას კიდე კარგად არ აკეთებ. ხო, უბრალოდ ჩვენ უნდა რაღაცნაირად გზადაგზა ვისწავლოთ და მათ შორის რა ძალიან მნიშვნელოვანი მგონია, ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ის გამოცდილება, რომელიც სოფლიოში არსებობს, იმიტომ რომ შეიძლება ჩვენთვის რაღაცები განსაკუთრებით ახალგაზრდების ახალი ხილია, მაგრამ არსებობს ძალიან ბევრი სერიოზული კვლევები იმასთან დაკავშირებით, ავტოკრატიასთან ბრძოლაში რა უფრო მეტად მუშაობს, რა ნაკლებად მუშაობს. არსებობს სხვა ქვეყნების გამოცდილებები, არსებობს იგივე ამ საგარეო პოლიტიკის კუთხით ჩვენ რაღაცნაირად ჭირდება, რომ ნელ-ნელა უნდა ვიღოთ ეს უცნაურად ჭირს, მაგრამ სახელმწიფოს ფუნქციების სამოქალაქო საზოგადოებამ თავის თავზე უნდა იყოს, იმიტომ რომ სახელმწიფო ქრება, მაგალითად საგარეო პოლიტიკა ჩვენც უნდა ჩავატაროთ. ანუ ჩვენ უნდა მოხდეს რაღაცნაირი ხო თავისუფლების მოედანს. ეს არის კიდეც არა ასე, იმიტომ რომ როდესაც მაგალითად ევროკავშირის მაგალითზე რომ ავიღოთ, როდესაც მსჯელობენ დასავლელი პარტნიორები იმაზე, შეწყვიტონ თუ არა ვიზა ლიბერალიზაცია ქვეყანასთან, მაინც გვერდით იდება ქვეყანასთან ვიზა ლიბერალიზაციის შეწყვეტა, იმიტომ რომ გარეთ ქუჩაში ხალხი დგას. ეს პროტესტი, ამის პროტესტის დამსახურება, ეს მხარდაჭერა, რომელსაც რა თქმა უნდა არის. ჩვენი ამოცანა ახლა არის, რომ ისედაც რაც გვაქვს და არსებობს, ამას რაღაც მეტი ფორმა მივცეთ, რა უფრო ინსტიტუციური ფორმა მივცეთ და აი მათ შორის ახლა თავისუფლების მოედანს ქონდა იდეა, მე ზოგადად ახალ ძალებს გულშემატკივრ, არც ერთ ძალის წევრია, რომ ძალიან გულშემატკივრ და იმედი მაქვს, რომ შემდეგ წელს უფრო რაღაცნაირად ჩამოყალიბებიან და გაძლიერდებიან. იდეა ქონდა, რომ უნდა შევიდნენ რა სხვა პოლიტიკური ძალები და სამოქალაქო ინსტიტუციები და ორგანიზაციები და უნდა შეიქმნას რაღაც საბჭო, რომელიც იმუშავებს საქართველოს საგარეო პოლიტიკაზე, იმიტომ რომ ვიცით, რომ რაღაც მაკა ბოჭერიშვილი და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრო ჭყალებში რაც აკეთებს, ვიცით, ხო რაღაცნაირად ამ კუთხით უნდა წავიდეთ, ინსტიტუციონალიზაციისკენ უნდა წავიდეთ და უნდა მოვახერხოთ, რომ ის ჩვენი რესურსები ხო არის გაბნეული საზოგადოებაში. ეს რესურსები რაღაცნაირად უნდა გავაერთიანოთ, რომ სხვაგვარად ძალიან გაგვიჭირდება. კი ბატონო, ლაშა, მოკლედ უნდა მიპასუხოთ და რეკლამაზე უნდა გავიდეთ. რას ეთყვის 31 დეკემბერს 400 დღის პროტესტის შემდეგ ქართველი ხალხი, რომელიც ის კიდევ ერთხელ გამოვა
ქუჩაში ქართულ ოცნებას და რატომ არის მნიშვნელოვანი დგომა იქ? მიუხედავად იმისა, რომ დღესასწაულია და ყველას რაღაცა თავისი გეგმები აქვს ხოლმე ამ ახალ წელს დაწყობილი. ხო, ვეთქვი იმას, რომ შევახსენებ იმას, რომ ერთი წლის წინ 31 დეკემბერს ძალიან ბევრი ადამიანი ვიყავით გარეთ და ვეთქვი ასევე იმას, რომ ჯერ არაფერი შეცვლა და ისევ ქართული ოცნება ხელისუფლებაში, არაფერი გამოძიებულა, არც ერთი რობოკოპი არ დასჯილა პირობითა და სამართალდამცავი, რომელიც, რა ვიცი, გვცემდა და გვწამლავდა, ასე ვთქვათ, და შეიძლება ბევრს რაღაც ნიჰილიზმი ჰქონდეს, ბევრს რაღაც იმედები გადაეწურა, მაგრამ მინდა უთხრა, რომ რაღაც ძალები მოიკრიბონ და დადგნენ იმ ადამიანების გვერდით, ვინც ასე დგას ქვეყნის ადარაჯოზე და დაუდგნენ გვერდით, იმიტომ რომ ამ ადამიანების მიტოვება უბრალოდ არ შეიძლება. მადლობა ჩვენ სტუმრებს გიორგი ანდრონიკაშვილი, ლაშა ჯანჯღავა იყვნენ დღის ამბების სტუმრები. ჩვენ ახლა რეკლამაზე უნდა გავიდეთ, რეკლამის შემდეგ რა თქმა უნდა ვსაუბრობთ კორუფციაზე, რომელიც ქვეყანაში თავად ქართული ოცნების ხელისუფლებამ აღიარა და ბოთარ ფარცხალაძეზე, ქართული ოცნების მთავარ პროკურორზე, რომელიც ახლა დღეიდან უკვე ძებნილია. დაგველოდეთ.